გამარჯობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ახლა ვიმყოფები ქრწანისის ტყეპარკში, ისტორიულ ადგილას, სადაც ქრწანისის ბრძოლა გაიმართა. გარდა იმისა, რომ აქ 100-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხემცენარე არის, 10-ობით სახეობის ფრინველიც არის. და დღეს მინდა განახოთ ადგილი. ეს არის ადგილი, სადაც ტაძარი უნდა აშენებულიყო. ტაძრის საძირკველი არის. თან დაგათვალიერებინეთ და თან მოგიყვებით ყოველივე ამის შესახებ. გელოდებით 26 ივლისს კვირა საღამოს 5 საათზე ყოველ თქვენგანს ერთად დავასუფთავოთ ქრწანისის ტყეპარკში ეს ტაძარი. მივხედოთ ჩვენს მიწაწყალზე არსებულ სამლოცველოს. თქვენ ხედავთ რა მდგომარეობაშია, როგორი მიტოვებული არის და ქაურობას შველა სჭირდება. ამიტომაც კვირას 26 ივლისს მოგმართავთ აბსოლუტურად ყველას. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა არავის პოლიტიკურ შეხედულებებს, იდეოლოგიას თუ დაპირისპირებებს. ჩვენი დასაცავია, ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. ამიტომაც გთხოვთ შემომიერთდით, ყველას გელოდებით 26 ივლისს ქრწანისის ტყეპარკის შემოსასვლელში 555-70-83-83. დამიკავშირდით. ერთობით შევძლოთ დაერთიანება და აღვადგინოთ ეს ტაძარი. ეს არის ისტორიული ადგილი. 1996 წელს შევარდნაძიან დროს, როდესაც აქ სხვადასხვა სამუშაოების დროს ქრწანისის ტყეპარკში აღმოაჩინეს სხვადასხვა ადამიანები დასაფლავებული, რომელთა არც სახელი და არც გვარები ცნობილი არ არის, მან გადასცა კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შემდეგ უკვე დაიწყო აქ შენობა 2004 წელს, ანუ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით აქ უნდა აშენებულიყო ტაძარი. ამიტომაც მოდი ეს საქმე მივიტანოთ ბოლომდე. ჩვენი მამული გვეძახის, ჩვენი სარწმუნოება გვეძახის, უნიკალური ადგილია და ამ ჩემთვის მიუღებელმა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ აი აქაურობა გამიყიდა, არაბებზე გამიყიდა. ხო და მე თქვენ გეკითხებით, აქ ეკლესია უნდა აშენდეს თუ არა და გავერთიანდეთ საზოგადოება და ჩემი პირადი პოზიცია რა თქმა უნდა ავაშენოთ. პირველში დავასუფთავოთ ეს ყოველივე 26-ში, შემდეგ უკვე მობილიზდე და დავიწყოთ ამ ტაძრის მშენებლობა. რომ ეს უნდა იყოს წერტილი. საქართველოში ქართული მიწები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გასხვისდეს. არც ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელზე. მე ამაყი ვარ იმით, რომ ქართველი ვარ, მართლმადი ვარ ქრისტიანი და დიახ, მე ბრძოლას ვაპირებ ჩემი მამულისათვის, ჩემი ენისათვის, ჩემი სარწმუნოებისათვის. ყოველი გოჯი მიწა ჩვენი ღირსეული წინაპრების ხელით მოგვიტანა უფალმა და უფალმა მაპოვლინა პირდაპირ გეტყვით. ქრწანისის ტყეპარკში, სადაც ქრწანისის ბრძოლა გაიმართა, ასეთი ადგილი, რომელიც მართლა შეუძლებელი იყო აქ 100 ადულად აღმოგვეჩინა. ძალიან კარგად იცით, როდესაც პირველად გაჟღერდა არაბული ქალაქის მშენებლობა საქართველოში, გონიოში და ქრწანისის ტყეპარკში, რა თქმა უნდა გონიოც ჩვენი დასაცავი არის. მე მაშინ სულ მეორე თუ მესამე დღე იყო ჩამოვედი და დავიწყე უკვე აქედან აქტიური მოწოდება საზოგადოების გამოფხიზლება. უამრავი ვიდეო ჩამიწერია. რა მიდით არ უნდა ყოფილიყო აქ ვიყავი. მართლა არ ვიცი როგორ გადმოვცე სიტყვებით. ჩემთვის რამხელა გრძნობა ეს ყველაფერი, რომ აქ ამ ხელა ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოვაჩინე ისტორიული ადგილი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით აქ ტაძარი უნდა აშენებულიყო და 2004-დან 5-მდე, როგორც ჩემთვისა ინფორმაცია მოწოდებული, ეს ყველაფერი შეჩერდა სხვადასხვა
ფინანსური თუ ეგრეთ წოდებული ბიუროკრატიაც აქვს საბუთებში მაგის წყალობით. ანუ მარტივად თქვათ, შევარნაძე, რომელიც ჩემთვის მიუღებელი არის ყოველი მხრივ, რომელმაც ჩვენთვის ეროვნული და მართლა პატრიოტი ადამიანების პუჩი მოუწყო. ანუ მოახდინა სამხედრო გადატრიალება ჩვენი მერაბი და ზვიადი, რომელთაც მართლა უყვარდა ჩვენი ქვეყანა. იძულებით ჩამოაშორეს საქართველოს. მაგანაც კი ედუარდ შევარნაძემაც კი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს ადგილი გადასცა საპატრიარქოს. 2004 წელს ილია მეორეს როცა კუთხევით აქ დაიწყო მშენებლობა, მაგრამ მალევე გაჩერდა. ეს ხდება ნაცების პერიოდია 2004 წელი. და დღეს რა ხდება? ქართული ოცნება ყავს სათავეში ამ ქვეყნის. და მაგათმა საერთოდ არაბებზე გამიყიდეს აქაურობა. ახლა მე მოგმართავთ ყველას. ბრძოლა იქნება ბოლომდე. მე არ ვაპირებ არაფრის დათმობას. სიმბოლურად დღეს მოვედი აქ, რომ ტაძრისკენ მიმავალი მცირე გზა თქვენთვისაც ხედავთ. გამესუფთავებინა სიმბოლურად, რომ მაგალითი მომეცა ჩემი ერის ყოველი ჩემი თანამემამულისთვის. და გთხოვთ, გქონდეს ერთობა. პირველ რიგში დავასუფთავოთ აქაურობა, ამავდროულად მივიმართავ საპატრიარქოსაც. პირდაპირ, გურწრფელად, ჩემი ერის სიყვარულით აღჭვალული ვარ. ჩემი სისხლში ქართული გენებია, სული და ხორცით ქართველი ვარ. და მიმართავ საპატრიარქოს როგორც ერთი რიგითი ქართველი, რომელსაც მართლა უყვარს და ადარდებს ჩვენი სამშობლო საქართველო. გთხოვთ, დავდგეთ ერთად, დაგვიდექით ერს და გავერთიანდეთ ერიც და ბერიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ხოლო მოგმართავთ საზოგადოებას, გთხოვთ გადააზიაროთ ახლა ეს ვიდეო, დავასუფთავოთ ეს ტაძარი და შემდეგ უკვე მობილიზდეთ, რომ ეს ტაძარი აღვადგინოთ და შევასრულოთ თუნდაც ილია მეორეს სიტყვები, რომლის მიხედვითაც აქ ტაძარი უნდა ყოფილიყო მოქმედი და სამწუხაროდ ვერ დასრულდა. ასევე მინდა გითხრათ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. აქ იყო ქწანისის ბრძოლა. ამ მიდამოებში ზუსტადაც. და ქწანისის ბრძოლის პერიოდში აღმად ხანმა უამრავი სამლოცველო გაგვინადგურა. აქაც იქნებოდა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჩვენი ღირსეული წინაპრის, ასე ვთქვათ, ადგილი, სადაც დასაფლავებულები არიან. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიდამოებში არაერთი ჩვენი ღირსეული წინაპრის ცხედარი აღმოჩნდება. და მე პირდაპირ გეუბნები, ჩემთვის მიუღებელი არის. არაბები აქ დასახლდნენ, როდესაც თვითონ იმედის ტელევიზიაშიც კი, როდესაც გამოსული იყო ეს ალაბარი თუ ვინც არის, თვითონ ვიძახსო 60% უცხოელების იქნებაო. ანუ აქ უმეტესობა უცხოელები იქნებიან. არა მარტო არაბები, რუსებიც მათ შორის, სხვადასხვა ჯულის თუ ეთნოსის ადამიანები და ჩვენი წინაპრების სისხლზე და ძულები ზემოდან უნდა იცხოვრონ, მინიმუმ გაანადგურონ, ახო სამუშაოებს აპირებენ. თან ეს უნიკალური ტყეპარკი უნდა გაჩე, ხო? ათობით სხვადასხვა სახეობის ფრინველის საფრთხე ემუქრება. მე მოგმართოთ ბუნების დამცველებისაც სათხართ, ახლა სათხართ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც საქართველოს მომავალი წყდება. მე პირდაპირ გეტყვით, ახლა ჩვენ თუ ვერ შევძლებთ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, არაფერს აზრი აღარ აქვს. მართლა გეუბნებით, არაფერს აზრი აღარ აქვს. იმიტომ რომ ქართულ მიწას გვიყიდიან. სამლოცველოებს, სამწმინდა სალოცავ ადგილებს დანგრევა ემუქრება, განადგურება ემუქრება და ჩვენს ენასაც გვიფილწავენ. და ერთად დავიცვათ ჩვენი მამული ენა და სარწმუნოება. ამიტომაც გელოდებით 26 ივლისს საღამოს 5 საათზე ქწანისის ტყეპარკის შემოსასვლელში, იქ რომ მობრძანდებით მეც მოვა და რა თქმა უნდა განახებთ ამ უნიკალურ ადგილსაც. აქ პირდაპირ გეტყვით, 10 და 15 კაცი არაა საჭირო.
რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთეს მოგმართავთ თელს ერს. კვირას ყველა უნდა ვიყოთ აქ და ერთი ამ გაითვალისწინეთ. ძემ კლავიანი ჩაიცვით, მაიკები, მაქსიმალურად იმიტომ რომ აი მართლა შემჭამეს კოღუემა. მაგრამ და ამავდროულად კიდე აქ არაერთი ქვეწარმავალიც არის. უკვე აქ რამოდენიმე ადგილას დავაყენე სპეციალური სხვადასხვა როგორ ვთქვა, სისტემა, რომელიც გველებს აფრთხობს და ამასთან დაკავშირებით კიდე ვიზრუნებ, რომ ვიშოვო ეს სისტემა, იმიტომ საკმაოდ ძვირი ღირს და ამ ყველაფერსაც გავაკეთებ აქ. თავარია ერთობა და მოდით. ერთად დავიცვათ, აღვადგინოთ ჩვენი ღირსეული წინაპრების მოტანილი ეს უდიდესი მართლა უმნიშვნელოვანესი სალოცავი ადგილი. დიდება უფალს, მშვიდობა საქართველოს, გამარჯვება ქართველ ერს.